Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელშიც არის წარმოდგენილი Tesla-ს მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი. მას ოპტიმუსი ჰქვია და ოპტიმუსი ძალიან სწრაფად ვითარდება. ცოტა ხნის წინ მას სიარულიც კი არ შეეძლო, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მან სიარულიც ისწავლა და ახლა უკვე ბოლო ვიდეოში როგორც ჩანს, მან ცეკვაც კი ისწავლა, კერძოდ რამდენიმე ტიპის სხვადასხვა ცეკვის მოძრაობებს ასრულებს ის, თანაც სრულიად დამოუკიდებლად, გამართულად დგას და აღასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც იღებს სავარაუდოდ ოპერატორების მხრიდან. ეს ვიდეო, რომელიც ილონ მასკმა გააზიარა, სხვადასხვა იმდენად დაუჯერებელი არის, რომ იქვე გაჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ იყო თუ არა ეს ვიდეო AI-ის მიერ გენერირებული ან CGI-ით დადგმული, რადგანაც Tesla CGI დადგმული ვიდეოები არაერთხელ გამოუქვეყნებია და ილონ მასკმა პირადად უპასუხა, რომ ეს ვიდეო იყო რეალურად გადაღებული და მათ შორის ილონ მასკის ხელოვნურმა ინტელექტმა გროკმაც დაწერა ცალკე გამარტება, რომ ძალიან დიდი ვარაუდით ეს იყო რეალური ვიდეო, რადგანაც არ ჩანდა ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო CGI-ის მიერ დადგმული, ამიტომაც ალბათ ძალიან დიდ პროგრესთან უნდა გქონდეს საქმე. ჩვენ ასევე იმასაც ვხედავთ, რომ Tesla Optimus-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ის უფრო სწრაფია, უფრო მოქნილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ადამიანურია. ხო, არა დაიყო დრო, როცა ადამიანი გამოვიდა კოსტუმში გამოწყობილი, თავიდან სწორედ ასე წარადგინა ეს რობოტი ილონ მასკმა, მაგრამ მოგვიანებით ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის დახმარების მიმართულებით ძალიან განვითარდა. თავად ეს რობოტი არის Optimus-ის მეორე თაობა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გამოვიდა და მას შემდეგ ვითარდება. ის მის წინამორბედთან შედარებით გაცილებით სწრაფად გადაადგილდება, მოძრაობის სენსორები აქვს, შეუძლია მანევრირება, აგრეთვე თავსაც ამოძრავებს ადამიანივით საუბრისას, რაც მას მეტად ადამიანურს და ემოციურს ხდის, ხოლო თავად ცეკვის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ცეკვა რობოტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რადგან ბუნებრივად ცეკვა მოითხოვს ძალიან ბევრი მოძრაობის წერტილის გააქტიურებას ერთდროულად, რაც რობოტებს ყოველთვის დღემდე არ შეეძლოთ. წონასწორობის დაცვა კარგად არ გამოსდიოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ხო, წონასწორობის დაცვა და უკვე თანადროული მოძრაობები ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით გაკეთება, მათ აღარ უჭერთ. თავად ეს რობოტი არის ძალიან მსუბუქი, იწონის 55 კილოგრამს და არის სიმაღლეში დაახლოებით 1.80 ანუ 180 სანტიმეტრი. გარდა ამისა, ეს ვიზუალურად არის დახვეწილი სხვა ჰუმანოიდ რობოტებთან შედარებით, ის მეტად გლუვია, მეტად სასიამოვნო მისიყურება არ არის, არ აქვს კაბელები გამოყოფილი, არ აქვს დამატებითი ბლოკები, ყველაფერი არის მისი სხეულის შიგნით ინტეგრირებული, რაც მას პრინციპში ხდის მეტად მარტივს იმისთვის, რომ ადამიანმა შეიძინოს ის ან მოინდომოს მისი ყიდვა, რადგან სხვა რობოტები მეტად საშიშები არიან და ჰუმანოიდ რობოტები გქონდიან, მაგრამ ხო, კოსმონავტებს გვანან, ოღონდ ძველი თაობის, როცა დიდი სკაფანდრები ეცვათ, ასე რომ მოკლედ შეიძლება სწორედ ამ ტიპის რობოტებმა მისცენ Tesla-ის ბუსტი, რომელიც ჭირდება მით უმეტეს რომ გვახსოვს, რომ მასკს სურს რამდენიმე მილიარდის გაყიდვა რობოტების, ანუ არა მილიონების, არამედ მილიარდების მათი რაოდენობის, ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხო, ერთდროს პრინციპში ილონ მასკი იგივეს ამბობდა Tesla-ს ელექტრომობილებზეც, რომ ის რამდენიმე მილიარდს გაყიდდა, მაგრამ ეს დანაპირები უბრალოდ დანაპირებად დარჩა, მაგრამ მაინც ჰუმანოიდ რობოტებთან მიმართებით ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ, რადგანაც ამ ტექნოლოგიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით, რადგანაც ჰუმანოიდი რობოტი შეიძლება იქნეს მაგალითად კარგი მაშველი, კარგი მეხანძრე, კარგი პოლიციელი, რადგანაც მისი გაწირვა უფრო მარტივია ვიდრე ადამიანის სიცოცხლის, მათ შორის ის მიუვალ ადგილებში შეიძლება იქნეს ძალიან გამოსადეგი სამაშველო მისიებში და ასე შემდეგ. ასევე მას პოტენციურად კარგი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს პერსონალური ასისტენტის მიმართულებით, რადგანაც ზოგადად პერსონალური ასისტენტი ეს არის ძალიან ძვირადღირებული მომსახურება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, აი მაგალითად აზიურ ქვეყნებში, სადაც არის სიბერის ძალიან დიდი პრობლემა, იქ ძალიან ბევრი მოხუცი ადამიანი ცხოვრობს მარტო, მათ სჭირდებათ დამხმარე ასისტენტი, ხოლო იქ ასისტენტის დაქირავება ხშირად ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ, მაგრამ ჰუმანოიდი რობოტი არის ინვესტიცია, რომელსაც გაიღებ ერთხელ და შემდეგ ის გემსახურება ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომაც ის შეიძლება კარგი მომვლელი, კარგი ასისტენტი და კარგი დამხმარე იქნეს, რა თქმა უნდა, თუ კი ეს ტექნოლოგია ისე განვითარდება, როგორც არის დაპირებული, მაგრამ როგორც უკვე ერთხელ ვთქვი, ილონ მასკის დაპირებები ხშირად ვერ და არ მართლდება.